გამარჯობა, მოგესალმებით. მე ვარ ლიკა, უძრავი ქონების სფეროში, ბევრწლიანი გამოცდილებით და ეს არის თაზო, ჩემი მეგობარი. და ჩემი კოლეგა ერთმანეთს შევხვდით უძრავ ქონებაში სწორედ და დღეს ვართ აქ იმისთვის, რომ ვისაუბროთ უძრავი ქონების სფეროში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც ჩემი აზრით ყველას ეხება და რაზეც დიდად არავინ არ საუბრობს ღიად. თაზო. სასიამოვნოა ლიკა, რომ ეს დღე დადგა. ჩვენ წლების რამდენიმე წლის უკან ვისაუბრეთ, რომ მსგავსი პოდკასტი იყო საჭირო და ინფორმაციის მიწოდება, რასაც ჩვენი გამოცდილებით დაგროვდა და გამოუთქმელი აზრები ჰქონდა ჩვენს და დარწმუნებული ვარ, როგორც ნაყიდოს, ასევე მყიდველს და მადლობა, რომ ეს საშუალება და ეს დღე დღეს დადგა. მიხარია ძალიან. იმედია, რომ ძალიან პროდუქტიული გამოგვივა და ინფორმატიული და ხალხისთვის ძალიან საინტერესო ეს ყოველდღე. მეც დიდი იმედი მაქვს, რომ დავეხმარებით ადამიანებს ზოგადად გავარკვიოთ რა არის ამ სფეროში ყველაზე ისეთი პრობლემა, რაც უნდა გადაიჭრას. მოდი სახელზე ვისაუბროთ, რატომ რივერსი? ხო, აი მაგ სახელზე რეალურად მე როგორ გითხრა ახლა, ჩემთვის არსებობს ხოლმე, რასაც წინ ხედავ და ახლა შენ ხედავ მაგალითად, მაგრამ არსებობს ნებისმიერ სფეროში ეგრე არის, რომ მეორე მხარი აქვს ყველაფერს, ანუ როგორც მედალს, ასევე ნებისმიერ სფეროს. აი უძრავ ქონებაშიც ამ სახელზე მაგიტომ შევაჩერეთ ინტერესი, ასე ვთქვათ, და ორივე შევთანხმდით და ორივეს მოგვეწონა ეს სახელი, რომ რეალურად მეორე ისეთი უჩინარი მხარეა, რომელიც ადამიანებს უფრო გვაინტერესებს და იმ სიღრმეებში არის სინამდვილე, ასე ვთქვათ. და ამიტომ რივერსი, ჩემი აზრით. კი ბატონო, ანუ როგორც მედალს აქვს ორი მხარე, ისე და ყველაფერს, ასევე არის უძრავ ქონებაშიც, რომ ერთ მხარე, რომელზეც ყველა მუშაობს და ყველა საუბრობს და რაც ჩანს და მეორე მხარე, რომელიც არ ჩანს და რეალურად არ იყიდება და რაზეც არავინ არ საუბრობს. კი ბატონო. ხო, მოდი გავიხსენოთ ან გაიხსენე ყველაზე ისეთი ემოციური და სასიამოვნო დილი რა ყოფილა შენთვის? ესე გონებაში ბევრი რაღაც მოდის, მაგრამ ყოველთვის პირველი რაც მოდის, მაგას ვამბობ ხოლმე და ჩემთვის ახლა ყველაზე ისეთი პროდუქტიული შემოსავლი არის და ასე ვთქვათ ადრენალინის რასაც შეიცავდა, ეგეთი იყო. პრინციპში მე ეს ბოლო წელი ისედაც აღარ მუშაობ, ისე აქტიურად უძრავ ქონებაში ან კომპანიაში ამ თვითონაც არა ვარ, მაგრამ ის ძველი კომპანია, სადაც ჩვენ ერთად მუშაობთ, სხვა პოზიციაზე, აი მანდ იყო, ასე ვთქვათ, როგორ გითხრა, ჩვენი ექსკლუზივი იყო, ასე ვთქვათ, ანუ საინვესტიციო კომპანიის ქონება იყო, რომელზეც პირადად მე 7 თვე, აი ვინც კი მაგ ზარზე შემოდიოდა, ანუ ყველას მაგას თავაზობდი და აი როგორც მამა უჩვენოსავით იცოდი ეს ქონება, ასე ვთქვათ და ბოლოს ისე მოხდა, რომ ადამიანმა დაგვირეკა საწყობის ყიდვა უნდა და ეს საინვესტიციო ქონება, მოკლედ, გაქირავებული 10 წლიანი კონტრაქტით ერთ-ერთი ქსელური მარკეტი იყო შესული და ჩემთვის აი რაღაც სიჯიუტის გამოჟღანება იყო და ის ყველაფერი რაც ენერგია მქონდა ამ ჩათვალე 200 დღეში ჩადებული, ანუ ყველაფერი ერთად მოხდა და აი მანდ იყო რაც ერთი დიდი ვაუ და ეგ სიხარული ეხაც კარგად მახსენდება, ანუ ვანთ ფინანსური შემოსავლის გარდა იყო ის შენი რო გჯერავს რომ ეს ქონება ეს უნდა გაიყიდოს და აი მანამდე ხდებოდა წინაპრები. ხარ თავდაჭერებული? ხო, აი ეგ მაგ მომენტის მერე ძალიან კიდევ მეტად ერთიურად გაიზარდა ჩემი თავდაჭერება. მანამდე კიდე ბევრი გამახსენდა, მაგრამ აი ეს ასე ვთქვათ, ყველაზე ისეთი იყო რა. და სხვა შორის მალევე მაგ კომპანიასთან ჩემი ურთიერთობა დასრულდა, მაგრამ რაც თავია, ტკბილ მოგონება და ეგ აუცილებლად დარჩა რა. რა თქმა უნდა. და ეხლა მადლობა რომ იქ დავაბრუნე იმ სიტყვაში. და აი რომელი ტიპის კლიენტთან არის, მოდი ვთქვათ, მყიდველი შენთვის მუშაობა ყველაზე რთული? ხო, აი მყიდველის პოზიცია არის ყოველთვის რაღაც ხრი უპირატესი, იმიტომ რომ დამკვეთია და ანუ შენ ასე ვთქვათ მისი სურვილები უნდა რეალობაში გარდაქმნა და ასე ვთქვათ და მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩემს ყველაზე რთული გავიხსენებ ადამიანს, რომელიც ბინას ეძებდა ქირით, გოგო იყო და 30 ბინა ნახეთ საბურთალოზე, აი დავითვალე ერთ დღეს სპეციალურად აი რამდენი ბინა ნახეთ და ну, ანუ ეგ ფსიქოტიპი რთული იმდენად შეიძლება არ ჩავთვალო, მე უბრალოდ ეგ ხა ის ეპიზოდი მოვიყვანე. რთულად მე უფრო მიმაჩნია ადამიანი, რომელიც აი თვითონ საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული, უნდა თუ არა რომ იყიდოს. აი თუ იქნება კარგ ფასში ვიყიდი, აი ეგ არის ჩემთვის ყველაზე რთული, იმიტომ რომ
აი მაგას ალბათ ყველა მეც რო ვიყო, კარგფაში ყველას უნდა რაღაცა, აი ხო ლიკვიდურ ფასში ასე ვთქვათ. აი ეგეთი არის ჩემთვის ყველაზე თულად სამუშაო, იმიტომ რომ რეალურად იმას შეიძლება 2 წლის მერე იყიდოს, 5 წლის მერე იყიდოს და ну, ასე ვთქვათ, შენთვის პრიორიტეტი ვერ იქნება ეგეთი ადამიანი, რომელიც აი სულ ეძებს. აი ჩემთვის ეგეთი ადამიანი არის, ასე ვთქვათ, ყველაზე თულად სამუშაო, მაგრამ მაგისი ასე ვთქვათ, რომ გამოვარკვიო, რომ ეგეთი არის, ეგ არ არის ძალიან ადვილი. ანუ აი ძალიან უნდა დაუახლოვდე ბევრი კითხვები და ამ ურთიერთობები მეორე ზარზე. ხო, პირველ და მეორე ზარზე ვფიქრობ ეგ ძალიან თუნ. ნუ კვალიფიკაციის ამბავიცაა, შენ რამდენად ისეთ კითხვებს დაუსვე, მაგრამ რაც გინდა ისეთი კითხვა დაუსვა, რო რეკავს ადამიანი, კიო მინდა ოგები. კი. და რა შეცდომებს უშვებენ აი შენი აზრით ყველაზე ხშირად ყიდვალები და გამყიდვალები? აი მაგაზე ვისაუბრებ. შეცდომებს ყიდველები. ჩემთვის აი მაგალითად ყველაზე დიდი შეცდომა პირველ რიგში არის ის, რომ არ ჭირდებათ ბროკერი და მაგაზეც ვისაუბროთ მოგვიანებით, რა საჭირო არის ბროკერი რეალურად ორივე მხარესთვის. ნახე ახლა მაგაზე ძალიან ორაზროვანი პასუხი მგონი არსებობს ქონებები, რომელსაც ესე მეც ახლა ჩემი კუთხიდან რო გადავხედო როგორც შუამავალი, ასე ვთქვათ, ბროკერი, არსებობს ისეთი ქონება, რომელსაც მართლა არ ჭირდება. ანუ აი თბილისიდან რო დავიწყოთ, ახლა საქართველოს რო არ მივიხილოთ, აი თბილისში მაგალითად აი კომერციული ფარგლზე რო ვისაუბროთ, არსებობს ადგილი, რომელიც როცა თავისუფლდება მეორე წამს ქირავდება. ანუ აი ადამიანები ელოდებიან, რომ რამე გავიდეს იქიდან, ასე ვთქვათ, რაც არის გახსნილი სურათი არა ბიზნესი. აი ეგეთ ფარტს აღარ ჭირდება, იმიტომ რომ იმას აქვს თავისი ისეთი ფასეულობა, რასაც აი შუამავალი რაც გინდა გამოცდილი იყოს 30 წლიანი გამოცდილებით 50 წლიანით, არ ჭირდება მაგას. მაგრამ შეიძლება მეორე ვარიანტი იყოს, რომ ეს ამ ფარტის მეპატრონე საერთოდ არ ცხოვრობდეს წლები საქართველოში და მიბარებული ქონდეს ერთ კონკრეტულ აგენტს მაგალითად რა. და ეს აგენტი იყოს იმისი ასე ვთქვათ, იგივე მეპატრონე უკვე რა. ანუ ყველაფერი რო იცი, აი დაღეჭილად რო იცი ქონება, ასე ვთქვათ, ხო? ეგ არის ძალიან დიდი ფუფუნება. ანუ შენ მკითხე რა არის მყიდველისთვის ყველაზე ყიდველისთვის და გამყიდველისთვის აი რა შეცდომას უშვებენ ყველაზე ხშირად? ხო, აი შეცდომას რაც შეეხება, ახლა გეტყვი რომ აი საერთოდ არ გჭირდება რაც შეეხება, აი მაგაზე მეორე მხარე ისაა, რომ აი რევერსი, ასე ვთქვათ, ეგ მხარე ეგაა, რომ ანუ აი როცა მაგალითად ადამიანს აქვს თავისი განცდა, რომ თავის ქონება ან თავისი ისტორიიდან გამომდინარე წინაპრების ბინა მაგალითად, ხო და აი აქვს თავისი მთელი ტკბილი მოგონებები ბინასთან, ხო? ანუ ეს ასე ვთქვათ, ტერმინი რო ვიხმაროთ გუდვილი, ხო, რაც არის აი არამატერიალური ღირებულება, ანუ მეპატრონე თავის დაუნებურად ამატებს ამას, რაც რეალურად საბაზრო ფასთან ძალიან განსხვავებულია, ხო? ანუ მე თუ მაგალითად მოგონება მაქვს თბილი რაღაც კონკრეტულ ბინასთან, ეგ ანიშნავს, რომ ეს ბინა ეკრის, ხო, ეგ არის ჩემი ახმა და აი მაგ ახმების, ასე ვთქვათ, რეალობასთან, ანუ რო არ იფრინოს, ასე ვთქვათ, მეპატრონები და ანუ ამ ცოტა ასე ვთქვათ, თავისი ემოციები რო არ დაამატოს, აი რეალობასთან რომ მივახლოვო, მაგაში განსხვავებული ადამიანი ჭირდება, მესამე პირი, ასე ვთქვათ, რომელიც პირველად შევიდა ამ ქონებაში და თავისი, ასე ვთქვათ, კომპეტენტური აზრით თქვა. და რეალური რაც. ხო, ანუ რეალობასთან მიახლოებული მაინც მინიმუმ, ხო, ანუ თუ ეხლა თვითონ ფიქრობს მაგალითად, რომ ეს ბინა იმდენად მაგარია, რომ აი უბანს ეხლა არ შევხვი, მაგრამ მოდი ძველი თბილისში ვთქვათ, ეხლა ვერაზე არის, მაგრამ კონკრეტულად შეიძლება რაღაც ადამიანი, რომელიც არის 60 წელი ცხოვრობს უბანში და იმისთვის ის შეუფასებელია, ასე ვთქვათ რა და გაყიდვა თუ უნდა, აი შენთვის ეგ ანუ იმიტომ ის ვერ გაყიდის იმ ფაში, რასაც თვითონ ფიქრობს, აი ვერაც ვერ გაყიდის. ანუ არავინ არ იყიდის, ხო ხტები აქ თუ არ დაემთხვა მყიდველი და გამყიდველი ერთმანეთს, ისე გარიგება ხო შედგება, ხო? ანუ შესაბამისად ფიქრობ ეგეთი გამყიდველები ბევრი არიან თან, ანუ თბილის ზოგადად ახასიათებს ეს მიჯაჭულობა უბნის მიმართ რა, ანუ ეგ სულ იყო და ალბათ სულ იქნება. კი. და აი შენი აზრით რა უნარები უნდა ქონდეს ბროკერს, რომ წარმატებას მიაღწიოს? ხო, აი ბროკერების წარმატებას რაც შეეხება, ანუ ჩვენ პრინციპში თავიდანაც საუბრის დაწყისში მეც ჩემ თავზე არ მithkoms, ანუ ასე ვთქვათ, პრეზენტაცია როგორ გითხრა, ანუ როდის დავიბადე სად და ასე შემდეგ რატო გეუბნები, ეს ჩემ თავზე იმიტომ ვიძახი, რომ მაგალითად ახლა მე ვარ 99 წელს დაბადებული, ხო? ანუ 99 წელში კიდევ ბევრი რაღაც სხვა რაღაცები ხდებოდა, ანუ ვარ 36 წელს უკვე. მუშაობდი სხვადასხვა სფეროებში, ანუ უძრაობებში ვარ, მაგალითად 6 წელია, ხო? ანუ ამ ქალაქში დავიბადე, გავიზარდე, ну რაღაც პერიოდი მაგალითად ბავშვობაში იყო, არ ცხოვრობდი აქ, სწავლობდი სხვა ქალაქში, მაგრამ რეალურად სულ თბილისთან, ასე ვთქვათ, სულ მქონდა შეხება, ანუ ყოველთვიური ყველა შემთხვევაში. შესაბამისად, ანუ უძრავქონებასთან ესე ირიბად შეხებას მქონდა, ანუ ინფორმაციის დონეზე. ანუ მე არ ვამბობ, რომ საინფორმაციო უყურებდი, ამდენი ბინასაც გაიყიდა, მაგას არ ვიცახი, მაგრამ შესაბამისად, ანუ უძრავი ქონების აგენტის პროფესიონალიზმი
მხოლოდ თავისი როგორ გითხრა ამ შეზღუდული ან არაშეზღუდული ასე ვთქვათ იმ წესებით არ არის, რომ აი ამ უბანში ასე ღირს და ასე უნდა გაიყიდოს, მხოლოდ მაგით არა, კიდე არსებობს ისეთი უნარები, რაც არ თეორიაში არ ხდება, ანუ პრაქტიკიდან გამომდინარეა, ხო ხტები, ან იქ მეგობარი ყავს, კურსელი ყავს, კურსელის მეუღლე გაყიდა, ხო ხტები, ეს ინფორმაციები ხო გროვდება გონებაში და ანუ როცა ანალიტიკური ტვინი აქვს ადამიანს ასე ვთქვათ, ამ ყველაფერს აჯამებს, შესაბამისად, ანუ უკვე თავისი აღქმა აქვს ჩამოყალიბებული რა, ანუ კონკრეტულ ფართთან დაკავშირებით და ბინასთან დაკავშირებით და ვფიქრობ აი ეგ უნარი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ოღონდ იმას არ ვიძახი ხა რომ გუში რო ჩამოვიდა მაგალითად თბილისში იმას არ შეუძლია ის დაეწიოს რა ხა ისე არ გამიგოს რომ ხა სნობურად ვუბრალოდ ამ ქალაქში ცხოვრება და თუნდაც იმ უბანში ცხოვრება აი მაგალითად სამეზობლოში ხო უფრო კარგად იცი ბინების ფასი ან კომერციulis ვიდრე გვერდზე უბანში ხო კი ესე თბილისი პატარა ქალაქია მაგრამ არც ისე პატარა ხო ანუ კონკრეტულად რაღაც უბანში თუ შეხება არ გაქვს უფრო დიდი კვლევა გჭირდება რომ იმ უბანში გაარკვიო სხვადასხვა ბინის ფასი და შემდეგ უკვე გამოიყვანო ასე ვთქვათ რაღაც საერთო რა შესაძლოა ჩემი აზრით პროფესიონალიზმი აი მაგაშია რომ აი შენ კონკრეტულად რაღაც უბანში ასე ვთქვათ შეიძლება უფრო მაგარი იყო და მეორე ადამიანი შენ მაგალითად სხვა უბანში და ანუ სხვა კომპანიის სხვა თანამშრომლის სხვა უბანში ხო ხტები ან ერთ და იგივე უბანში მაგრამ ანუ ის ინფორმაცია კორპუსის გვერდზე რო არის მაგალითად სხვადასხვა ფასებია დაახლოებით მაინც ხო და იქ შეიძლება მეტროსთან ცოტა შორტი იყოს და აი ისეთ ბევრი ნიუანსია და ვფიქრობ აი რაც უფრო მეტად მიახლოებული არის თავის რეალობას რაც უფრო კომფორტულად არის მოსაც ვთქვათ თავის სამუშაო აი ხო მაგალითად ჩვენ ყავდა თანამშრომელი ეგეთი მაგალითად თუ გახსოვს რომ ანუ მხოლოდ მაგალითად კერძო სახლებს ყიდა და იმან იყო ძალიან კომფორტული ხო აი მე ვფიქრობ რომ თუ პროფესიონალიზმი უბრალოდ მაგაში არის რომ რაც ვიცით რეალურად და რაშიც ვარ პროფესიონალები ის ვაკეთოთ და მე ვეთანხმები უბნების მიხედვით მუშაობას კი, აი ზუსტად ეგრე. ჩემი აზრით ეგ იყო, აი უბნების მიხედვით არის. ხო ხტები, მე მაგალითად ხომ იმუშავია თავიდან დავიწყე ქირებით, ხოლმე ქირებზე მუშაობდი, ან ნიშა ასე ვთქვათ, აი მარკეტინგში მქონდა ეგ. და ანუ ქირის ფასები ძალიან კარგად ვიცოდი, ყოველდღე მაგას უყურებდი, ხო ხტები და ჩემი მქონდა მაგ დროს ანუ ყველაფერს არ ვიყავი მიდემოდებული რა. მე უკვე ყიდვები, იმიტომ რომ იქ რუსეთ-უკრაინის ომი რო დაიწყო, ქირები ძალიან გაფუჭდა ასე ვთქვათ და მე უკვე მე თვითონაც რომ მივხვდი რომ არა, მე უკვე ახალი თაზო დაიბადა ასე ვთქვათ გაყიდვებში, ოღონდ ბინების გაყიდვებში. მე მოხდი კომერციული ყოველ კომერციულზე მუშაობდი და ასე ვთქვათ, აი მანდ ასე ვთქვათ, კომფორტი ზონა იყო ერთი მხრივ და ბევრად უფრო კომპეტენტური იყავი ამ ფასებში, ასე ვთქვათ, რა, იმიტომ რომ ყველაფერში კი ასე ვთქვათ, თულია რომ იყო რა. მე ეგრე ყველა სფეროში ეგრე არის და განსაკუთრებით ჩემი აზრით ამ სფეროში და ხო. აი ვთქვათ, რომ ჩვენ ორივე ბროკერები ვართ და მოდი ვისაუბროთ იმაზე, როგორი არის რეალურად კულისებს მიღმა, აი რაც არ ჩანს. როგორ მუშაობთ? ხო, აი მაგაზე მართლა ეს ერთი ეპიზოდი ალბათ არ გვეყოფა, მაგრამ მე კიდე შემდეგ ეპიზოდებში ჩავშთით, მაგრამ ხო, აი ჩემთვის ვფიქრობ ამ კუთხიდან არ ვილაპარაკებ, როგორც ჩემი ბროკერობიდან გამომდინარე, არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ხო 6 წლის უკან მაგალითად 30 წელი ცხოვრობდი და სხვა პროფესიაში ვიყავი, ხო ხტები და ანუ მაშინ ჩვეულებრივად ამ პროფესიასთან ესე სიღრმისეულად შეხება არ მქონია და რა თქმა უნდა, ხა ესე მქონდა შეხება, რომ აი მე ვარ ესე უზრუნველყოფის აგენტი და როცა შენ არ ახარ ყოველთვის ამდენი ინფორმაცია არ აქვს და იცით და ისე უყურებ და აი მე პირადად ეხლა დასაწყისიდან მახსენდება პირველი ემოციები უფრო ის იყო ხო აი ახალი სფერო იყო ნუ გაყიდვები ყოველთვის მაინტერესებდა და სხვა წიგნების გაყიდვებში ვიყავი და სხვა რაც ვყიდი ასე ვთქვათ სხვა პროდუქტს მაგრამ უზრუნველყოფაში რომ შემოვედი პირველად აი მახსოვს რომ სახში რომ ვიდიოდი ანუ ვერ შორდებოდი მაინც კომპანიას რა აი გონებაში ყოველთვის ის კონკრეტული ადამიანის დაკვეთა მქონდა რომელიც უნდა გამეკეთებინა ანუ სულ ხარ მუშაობაში აი რო გძინავს მაშინაც თვიში ის აზრი გიტრიალებს რომ ის ამას ეძებს და ანუ აქ რა თქმა უნდა ფინანსური ინტერესიც არის და შენი ინტერესიც არის მე ვამბობ ადამიანურად რომ აი ხო არსებობს სამსახური სადაც ხარ რაღაც პოზიციაზე ან 6 საათზე მთავრდება და საღამოს ასე ვთქვათ მეორე დილამდე შეიძლება რომ იქაურობა დაივიწყოს ეს სფერო ნამდვილად არ არის ეს არის ისეთი სფერო რომელშიც ვერ ეთიშები და ძალიან ანუ ადამიანურ ურთიერთობებზე არის თან ძალიან ანუ ახლოს რა იხუტები აი ადამიანი ბინას ეძებს იმიტომ რომ ისეთი პრობლემა აქვს რომ აი შენ უნდა მოუგვარო ხო ხტები შენ ხარ იმისთვის იმ მომენტში ღმერთი ასე ვთქვათ ჩვენ ყავდა ეგეთი მყიდველი შორის მე და შენ რომ ისეთ სიტუაციაში იყო რომ სადღაც თავის მოკლედ ქუთაისში გაყიდა სახლი და უნდა იყიდა თბილისში და აი გაგვიზია რა ამ ადამიანმა თავისი ემოციები რომ ძალიან ეჩქარება რომ ძალიან მალე უნდა გადავიდეს სხვა სახლში და კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდა კი მახსოვს გამოსავალს ჰქონდა კი მახსოვს ხო ეგ ადამიანიც და მეც რამოდენიმეჯერ დამირეკა ამჯერად შენ ქონა შეხება მე შენც ჩემი ნომერი მეცი ეგრე მახსოვს და რაღაცა ანუ
მაგ ადამიანს განსაკუთრებით აი ადამიანურად ძალიან ისეთი მეც ისე არ ვიცნობდი, არ შეხვედრივოთ, რომ ბინა ჩვენებია, მაგრამ რაც ემოციურად ის ქონდა, პასუხისმგებლობის მომენტი პირველ რიგში რა, რომ ეს სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანი და აი ზუსტად ამ სფეროში ვფიქრობ ადამიანი აი პასუხისმგებლობაზე მაღალც უნდა იდგეს რა, მხოლოდ ის კონკრეტული თავისი სამსახურის მოვალეობა რაც არის, იმაზე მეტი მოვალეობა პასუხისმგებლობის მომენტი უნდა ქონდეს, რომ ამ სფეროში გაძლოს ასე ვთქვათ და ფსიქიკა შეინარჩუნოს რა. ნამდვილად. და ეხა თავიდან რო იწყებდა ყველაფერს თუ აირჩევდი ამ გზას. ხო, აი ეგ არის ეგ კითხვა, რომელიც მე ზოგადად როგორ გითხრა, ხა ჩემ თავზე ბევრს არ ვიტყვი, მაგრამ ასე ვთქვათ, სიახლეების მოყვარული ადამიანი ვარ და ერთ სფეროში და ერთ პოზიციაზე დიდხანს ყოფნა არ არის ხოლმე ჩემი ანუ კომფორტი, სადაც მექნება, იქიდან გავარბივარ ხოლმე ყოველთვის რა და მიჩვენია, რომ სიახლეები ვითარდება, როგორც ბავშვი ვითარდება, ხა აღარ ვარ ბავშვი, მაგრამ ანუ ესე ვფიქრობ და ამ სფეროში სიმართლე რო გითხრა, ეხლაც ანუ აი აქ რომ მოვედი და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ეგეც კიდევ ერთი სიახლე არის ჩვენთვის, რომ აი ხალხს კიდევ ჩვენი თავის გავაცნოთ და კიდევ იმ სიღრმეებზე ვესაუბროთ, რის გამოც მე მიჯაჭვული ვარ ამ სფეროს და ისევ მაქვს ამ დარგის და სფეროს განვითარების მუღამი. ანუ ის ადრენალინი და ის ურთიერთობები და ის უკუკავშირი რაც მოდის, ანუ თუნდაც ვერ მიღწეული გარიგებიდანაც კი არის ძალიან აუწონელი ფასეულობა ჩვენთვის რა. ეხა ერთი ეპიზოდი მახსენდება, აი სადაც სანამ შენ გაგიცნობდი სხვა შორის, სანამ მოვიდოდი მანდ მახსოვს რომ ძველი კლიენტი იყო უცხოელი, სერბი იყო ეს ადამიანი და აი ძალიან გაჭირვების დრო იყო, ფინები აი აღარ იშოვებოდა ასე ვთქვათ და ყველა ბინა იყო გაქირავებული, როგორც კიდევოდა ეგრევე ქირავდებოდა, გინ საიტზე იყოს, გინ ქუჩაში გეპოვა და არ კი ისენ შეიქირავა ადამიანმა, ისიც აი ჯერ ჩვენ გვაჩვენეთ და აი მე პატრონი რომ აი ხო ხტებით აი თვითონ ადამიანით მოიხილა რომ კომპანიის წარმომადგენელი იყო წლიან კონტრაქტს უკეთებდა თან ცარი იყო ბინა და ეგ ეხლა რატო გავახსენეთ ეგ რო გავაქირავე მე თვითონ ამ ადამიანს გავუხარდა თვითონ მე პატრონისთან ურთიერთობა და საღამოს ვახშამზე დაგპატიჟები ხო ხტებით აი რაც შინაურ ურთიერთობაში და აი ეგ როგორ ის იყო უცხო ქვეყანაში ჩამოვიდა და რაღაცნაირად ადამიანი შეხვდა ისეთი რომ აი თავისი პრობლემა უცებ მოუგვარა მე პატრონისთან ურთიერთობა და საღამოს ვახშამზე დაგპატიჟები ხო ხტები და აი რაც შინაურ ურთიერთობაში და აი ეგ როგორ ის იყო უცხო ქვეყანაში ჩამოვიდა და რაღაცნაირად ადამიანი შეხვდა ისეთი რომ აი თავისი პრობლემა უცებ მოუგვარა და აი ეგეთი აი ერთი ეპიზოდი გავიხსენა ეგეთი ძალიან ბევრი ეპიზოდი მახსენდება რის გამოც მე ამ სფეროს ასე ვთქვათ ვეჯაჭვები უბრალოდ ხო რა როგორც მე ხო რაღაც ის არის აი მან მხოლოდ ფულში არის ზომება ხოლმე ხშირად რაღაცები არის კიდევ სხვა რასაც სიტყვებით ვერ იძახი რაც არის ეგეთი ემოციური ამბავია ეს სფერო და რო დაუბრუნდეთ აი რაღაც რაც ხსენეთ ბროკერების როლი რეალურად რა არის და აი რამდენად რეალისტურია რომ მე ჩემით გავუკიდი და არ მწოდება ბროკერი კი გასაგებია რომ არის რაღაც სიტუაციები რაც არ ჭირდება ჩვენი ჩართულობა შეიძლება მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ საჭიროა და რატომ არის საჭირო აი რას ვაკეთებთ რომ მაგაზეც ვისაუბროთ ერთი-ორი სიტყვით რეალურად ხო აი ჩვენ ამისთვის ვაკეთებთ იმას რომ ადამიანები ასე ვთქვათ დავაკვალიანოთ და ჩვენი პროფესიონალიზმით იმ გზაზე დავაყენოთ ანუ ასე ვთქვათ კომპასის როლი გვაქვს რო ვთქვათ ესე ირიბად რო შევადაროთ რაღაცნაირად აი ადამიანი ხო აი ემოციური არის ყველა ადამიანი ემოციური არსებაა და ასე ვთქვათ უნდა რომ გაყიდოს ხო და აი უცებ არის დაბნეული თან ანუ 1000 პრობლემა არის ხო ან წარმოჭრილი ანუ რამდენად გაყიდის მე სად გადავა უბანდა შეიცვალოს ანუ და ამ ყველაფერში ანუ შენ იმ ადამიანისთვის ხარ ასე ვთქვათ სიმშვიდის მომტანი იმ მომენტში და შვიდობასთან ერთად ეუბნები მარტო მხოლოდ შვიდობა არა ეუბნები იმ რეალურ ფასს ყველაზე მიახლოებულს რაც არის და ამას ეგ არის უბრალოდ გამოცდილებას ეგ მოაქვს და ანუ კვლევარი უნდა იყოს ასე ვთქვათ და კარგი გზამკვლევი ამ ადამიანის რომ თვითონ ანუ დობაში უნდა შეხვიდე ისე რომ ბოროტას არ გამოიყენო ეგდობა პირველ რიგში და ასე ვთქვათ იმისთვის ძალიან ცხოვრებისეული პრობლემის გადამჭრელი ადამიანი ხარ და ამისთვის ვფიქრობ არის საჭირო იმიტომ რომ შე შემთხვევაში გინდა დიდი ოჯახი იყოს იმათაც ხო აქვს ახლა თავის ინფორმაცია ხო ახლა ესე თავის ბინის ფასი ასე ვთქვათ დამყიდველმა წინაღან კი ვთქვი რომ შეიძლება თავის ფასეულს უმატებდეს მეთქი მაგრამ არსებობენ ადამიანები რომლებიც ძალიან კარგად იციან რა არის ხო თავის ბინა მაგრამ შე შემთხვევაში იმას გამოეპარა სხვა ისეთი მოვლენები რაც მოხდა ხო ანუ რის გამოც რაღაც ფასები გაწვიდა ან გაიაფთა ხო ანუ გაიაფების ჯერ არაფერი არ ჩანს მაგრამ უფრო გაწვიდა და ანუ შენ ამ შემთხვევაში შენი როლი მანდ არის აი
როგორ გითხრა, აი მოკლედ რო ჩამოთქვა, აი დროს უზოგო პირველ რიგში. ანუ იმისი წარმომადგენელი ხარ, იმ ადამიანს აქვს თავის ცხოვრებას, თავის რუტინას ხო მოეშვება, ხო რა ხა ბინასყიდის, ანუ სამსახური აქვს, ბაღში უნდა წაიყვანოს ბავშვი, ან დედა ყავს, მამა ყავს, ოღონდ ყველას თავისი ის აქვს, ხო? ყოველდღიური განრიგი და იმისთვის ეს პლუს ახალი ამბავი, ხო, ან დროს მოითხოვს, ან პირველ რიგში ეგ არის, ხო? შესაბამისად, ანუ შენ ხარ იმასთან იმდენად მნიშვნელოვანი ადამიანი, რომ ამ ყველაფერს უგვარებ. ეგ ერთი. მეორე კიდე ხო არის იურიდიული საკითხები არის, რომელზეც შეიძლება ყველა ესე კომპეტენტად არ იყოს. კომპანიიდან გამომდინარე, შეიძლება იურიდიული საკითხი არც მე ვიცი და არ იყოს პროფესიონალი, მაგრამ კომპანია როცა ემსახურება ხო ადამიანს, ანუ კომპანიაში არსებობს იურისტი, იქ გადაფორმებაზე ნახაზის გაკეთება იმდენი დეტალია, რასაც ანუ ასე ვთქვათ, შენ ამ ყველაფერს ამ სერვისს თავაზობ, ასე ვთქვათ და ამაში არის ჩვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანი რა. თორე წეღანაც გითხარი, შეიძლება ანუ ეგ ეხლა სტატისტიკურად მე ვერ ვიტყვი ხა რიცხვებით, რომ აი რამდენ პროცენტში ვარ ჩვენ მნიშვნელოვანი და ჩვენი ჩართულობით როგორ უფრო მარტივად გვარდება, ასე ვთქვათ, ეგ ადამიანის ეს მოკლევადიანი ან გრძელვადიანი პრობლემა, ასე ვთქვათ რა, ანუ გაყიდვას გულისხმობს პრობლემა არ დავარქვათ მაგ სიტყვას, მაგრამ ის იმდროინდელი იმჟამინდელ ამბავს უგვარებ, ასე ვთქვათ რა, მაგრამ იმას მომბობ რომ ანუ ხო არსებობს ქონები წეღარას ვთქვი რომ რაც მაგალითად არ ჭირდება ჩართულობა. ეგეც ახლა ყველა ვაღიარებთ რომ არსებობს ეგეთი ქონება, რომელსაც ნამდვილად არ ჭირდება რა. მაგრამ ძირითად შემთხვევაში ყველა შემთხვევაში ან ჩვენი ჩართულობით ეგ ყველაფერი უფრო პროფესიონალად ხდება და უფრო მარტივად ასე ვთქვათ და იმათ ყიდველისას გამყიდველისასაც ნაკლები რესურსი იხარჯება რა, რაც არის მნიშვნელოვანი. და ზოგიერთი ერთი ადამიანი ფიქრობს მაგალითად, რომ ეს არის მარტივი ფული და ჩემი აზრით ეს არ არის მარტივი ფული და არ არის ესე ჰაერიდან მოსული ფული, ესე რომ ვთქვათ. ხშირად რომ ჩვენ შრომას ვწევთ ნამდვილად ამ საქმეში, რომ ვიყოთ პროფესიონალები და დავეხმაროთ ადამიანებს. კი, აი ზუსტად იგივეს გავმეორდები, აი სახში რომ მიდიხარ მაგალითად და გინდა რომ მეგობრებთან გაერთო, ან სახში ჩვეულებრივ არაფერი არ აქვს, უბრალოდ ან წიგნი წაიკითხო რა მნიშვნელობა რაც გინდა, ივარჯიშო, დახვიდე საღამოს ხო, ან ფეხბურთი ითამაშე მაგალითად, მე მიყვარს ფეხბურთი თამაში. მაგრამ იმ მომენტშიც იქ რო ხარ, მაინც იმაზე ფიქრობ. ან ამ დონემდე ჩართული პროფესია, ну, მე მაგალითად მშობლები ექიმი მიყავს და ეხლა ვერ შევადარებ მაგას, მაგრამ ანუ ამ შემთხვევაში შენ ექიმის როლიც გაქვს, ასე ვთქვათ რა, ეხლა არ მიწინა ექიმებმა ხო, ანუ შენ ანუ ხარ იმ მომენტში იმისთვის ყველაფერი. ანუ ყველა პროფესია ხარ, ასე ვთქვათ რა. და ამ ყველაფერს რო უბრალოდ ესე უბრალოდ ადამიანი გამოდგება და გაუფასურებს, უბრალოდ გულდასაწყვეტია, თორე განა ეხლა ვინმეს განვიკითხავ, არა, უბრალოდ გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ ეს შრომა ხო, აი, განსხვავება, აი, დღეს ვფიქრობდი, რომ მოდიოდი, რომ ადამიანი მაგალითად იურისტი რო გახდნენ, ან ექიმი რო გახდნენ, თუნდაც ხო სწავლობენ რამდენი წელი, ხო? და აი, ალბათ ადამიანების აღქმაში ეგ იმიტომ ხდება, რომ აი რეალტორი რო გახდნენ, მაგალითად ესე რა, ხო, არა, უნივერსიტეტში არ გიწევს ჩაბარება, ხო? ანუ ეხლა მე როგორც ვიცი, ბევრი კომპანია უკვე იწყებს და თავის ტრეინინგები აქვს და გადამზადება და თავის კადრების გაზდას აკეთებენ და ასე ვთქვათ, ანუ პროფესიონალების გაზდაზე უკვე ორიენტირებული არის ბევრი კომპანია და ძალიან მაგარია ეგ და მივესალმები ყველას. ხო და აი რაღაცაირად ალბათ ადამიანებს ეგ განცდა აქვთ, რომ ეხლა აი უნივერსიტეტში არ გიწევს უნარების და მისაღები გამოცდების ჩაბარება, რომ გახდე უძრავი ქონების აგენტი. ხო და აი რაღაც აი მარტივ ფულს ალბათ მაგიტო უყურებენ რა, აი ჩემთვის ხო აი ეგ აი მაგის პასუხს უფიქრობ ხოლმე ეს წლები, რომ აი ადამიანების აღქმებს ეხლა მე ხო ვერ შევცვლი მაგალითად, მაგრამ და მე ჩემთასაც უსვამ ხოლმე ამ კითხვას, რომ მე რო აქეთა როლიდან კი არ ვიძახე, მე რო არ ვიყო რა, მაგალითად ამ სფეროში, ანუ დაუშვათ მეც ესე ვიფიქრებდი, მაგ დროს ეხლა რო არ მოვიტყუო ზოგადად და აქ არც მინდა და ეს ყველაფერი ჩვენ იმიტომ გავაკეთოთ, მაგრამ სიმართლე ვთქვათ ხო ჯამში და რასაც ჩვენი ფიქრობთ, მაგით ვთქვათ ხო? მაგრამ ანუ მე არ მახსოვს მაგაზე მიფიქრია თუ არა, მაგრამ ფიქრობ მაინც ესე როგორი ცივი დამოკიდებულებების მინახავს პირადად მე და დარწმუნებულად შენც რაღაც შეხვედრებზე, რომ აი თქვენ ეს ყველაფერი რაში გეკუთვნით და ასე და დამცირებაც კი, ფიქრობ თად ეს უკვე ძალიან გადამეტებულია ჩემი აზრით, თორე ეხლა ხო ხვდებით ახლა პროცენტი რო არის 3%-ზე მაგალითად და მანდი შეიძლება რომ რაღაც იყოს კონკრეტულ თანხაზე შეთანხმება, მაგას ეხლა მეც გამიკეთებია ახლა ეგეთი გარიგება და კი ბატონო, მაგრამ ეხლა საერთოდ რაში უნდა გადავიხადო შემდეგ ეს? მაგრამ ჩვენ გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, რომ ზოგიერთი ბროკერი აკეთებს ისეთ
არაფერს, ესე ვთქვათ, მარტო განცხადებას ტვირთავს და ეს იწვევს აგრესიას ამ ადამიანებში და მე ჩვენც აქვთ აგრესია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთხელ და ორჯერ რო ცუდი გამოცდილება გაქვს, მე გონია რომ ყველა ჯერზე ეგეთი ექნება. ანუ რაღაც გაგებით იმ ადამიანებისაც მესმის, მაგრამ კი. რა თქმა უნდა, ხო, ნუ ეგეც არის რა, ეხლა თულია შენ თაზო მაგარია და მაგალითად ლიკა არისო მაგარი და ანუ ეგ რთულია, ეხლა თუ თაზომ ისეთი წვრილმანებში ისეთი შეცდომები დაუშვა იმ ამბავში, იმისთვის თაზო იყო გამოცდილება და ყველა ჩვენი წარსული გამოცდილებიდან მოვდივართ, ეხლა ეგ არის კი. უბრალოდ შეიძლება რომ ადამიანი და ინდივიდუალურად მიუდგე, მე ესე ვფიქრობ, მაგის გამოსავალისაა რომ ინდივიდუალურად მიუდგე და პირიქით, ანუ შენ იმ ყველაფერში გამოცდილება დაინახო, ანუ შეცდომა რაღაც მხრივ გამოცდილებაა, ხო? ანუ შენ რომ მაგალითად იმ ადამიანთან დაამყარი ურთიერთობა და იმას მიაბარე, ხო, შენი ქონება, ხო, შენ გადაწყვეტე, ხო, იმას ძალით ხარ მოუყვანია ხარ. ის ხარ მოსულად ძალით ასე ვთქვათ რა. და შენ თუ იქ რაღაცები ვერ გასაზღვრე, ან დრო ვერ დაუთმე იმდენი ვერ შეაფასე, ანუ იქიდან დასკვნებს გამოიტან და დარწმუნებულად მეორესთან პირიქით, ანუ ნუ არა ეგ ხარ როგორ უნდა ვთქვათ, ეხლა რომ ადამიანებმა ეს ეგრე, ანუ მეგობრებაშიც ეგრეა, ხო მე მინახავს ეხლა ადამიანები, ვისაც მეგობრობაში იმედ გაცვლება განუცდია და მაგის გამო ახალი ურთიერთობებზე ცოტა ისე ყოფილა რა, რაღაც პერიოდი პაუზა ქონია და იქიდან გამოყოლია. ნუ ეგ უკვე ადამიანის ფსიქოტიპს გააჩნია, რა, ცოტა ეგ უკვე ამ სფეროს ხდება. ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნებოდა, რომ რაღაც ისეთი კანონი შეიქმნას მინიმუმ, რომ ცნობიერება ამაყდეს ამ სფეროში ადამიანებში, რომ თუნდაც გაიფილტროს და ყველამ არ იმუშაოს. ეგეც არის. ხო, არა, აუცილებელი არის, ანუ რეალურად ჩვენი იდეაც ეხლა ჩვენ ამ ყველაფერზე საუბრობთ, ანუ ჩვენ ანუ აქ ხალხისგანაც ზუსტად ის გვინდა რომ ჩვენი თავი დაგვანახოს მინუსებით რა, ასე ვთქვათ. ჩვენ შეიძლება ძალიან კრიტიკულად მივუდგეთ საკუთარ თავს, მაგრამ გინდა არ გინდა იმაზე მეტად ვერ მივუდგებით, რამდენზეც ვერ ეს უკვე ადამიანური მომენტია და კონკრეტულად ჩვენზე აქ ჩვენ ორ ადამიანზე არ არის, ხო, აი ეს პრობლემები რაც ყოფილა და რა ცუდი შემთხვევებიც ქონიათ გამოცდილებები, ხო? ანუ სააშკაროზე უნდა გამოვიდეს, ხო ხტები და აქედან გამომდინარე რომ ვიღაცა ეხა გაიკიცხოს იმის გამო რა შენ არავის არ გახდეს, ხო ხტები? მეც შეიძლება რომ შეთქმა დამიშვია რომ პირველ პერიოდში არ ვიძახი და ხოლმე არ დაუშვებ იმასაც არ ვიძახი. უბრალოდ შენ ანუ აი იმ ასე ვთქვათ, აი ჩემი აზრით აი რის გამოც არის ყველაზე დიდი აგრესია, აი ჩემს მეგობრებთანაც რომ ისაუბრია, არის აი ამ მხოლოდ ტყუილებზე რა, ასე ვთქვათ, რომ აი რეალურად აი რის გამოც ადამიანებს აქვთ უკვე აგრესია, ხო რა, აგრესიაში გადაძილიც კი. რომ აი რაღაც ქონება დევს და საერთოდ არ აი მიახლოებულიც კი არ არის. აი ეს ქონება მხოლოდ იმის ვიზოს რომ უბრალოდ ადამიანმა დარეკოს და ანუ ხო ხტები აი აღარ ჩავეძიები ძალიან რთული ძალიან ფართო თემაა და აი როგორ გითხეხი იმასაც ვერ ეთქვი და ანუ რეგულირება რო არ არის ვერ რეგულირდება ის რო ხო ხტები არსებობს საიდი და იქ კი და უნდა კონტროლდებოდეს კანონში ეს ვიგულისხმე რომ გაიფილტრონ და გაიფილტროს ზოგადად ეს ხო, რაღაცნაირად ახლა მაგაზე გეტყვი, ახლა რომ შევხედოთ, ესე აი ჩემი 6 წლის ისტორიას რო გადავხედოთ, რაც ხდებოდა 20-ში მაგალითად პროგრესი არის ცალსახად. ნუ ეგ უკვე ახმების ამბავია ნელი ნაბიჯებით თუ დინაბიჯებით, მაგრამ ვისურვებთ უფრო მეტი ნაბიჯებით იყოს, რომ მაგალითად არსებობენ კომპანიები, რომლებიც უკვე თავის საიტზე მუშაობენ, ხო ხტებით, განცხადებები თავის ექსკლუზივებზე მუშაობენ და უკვე ვიდეოებმაც ხანერად დაიხვეწა და აი ადამიანს მისვლის garaშე შეუძლია რომ ქონება ნახოს უკვე რა რაღაც არსებობს ეგეთი მეთოდებიც ხო და მე ხა ის ამ სფეროში შემოვედი მაგალითად მხოლოდ საიტი იყო და აი მანდ იყო ყველა კი და აი მცნაური კონკურენცია იყო რა მაგ დროს და ეხლა უკვე იხვეწება აი რა წეგანას რო ვახსენე მაგალითად აი ტრეინინგი რო ხდება ხო ეგ რას ნიშნავს რომ კომპანიას უნდა რომ გადაამზადოს კვალიფიციური კადრი თვითონ ასწავლოს ასე ვთქვათ, ნუ იქ საფასური რა კონკრეტულად გააჩნია ხარ არის, მაგრამ შეიძლება უსაფასუროდაც და შემდეგ თავის კომპანიაში დატოვოს ეგეთი ადამიანი. ხო, ანუ უკვე კომპანიებმა დაიწყეს თავისი ბრენდის, ასე ვთქვათ, პოზიციონირება, რის გამოც უკვე ეს ემოციური კავშირი აქვს უკვე ამ ბრენდთან ადამიანებს და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და ადრე ასე ვთქვათ, ეგ არ იყო. ნუ მე ესე მგონია რომ არ იყო და რა თქმა უნდა ჩვენ მეტი გვინდა, ხო? მეტი გვინდა რომ უფრო დავეციოთ იყოს ევროპა როგორც არის ამერიკა ხო ანუ რაღაც იქეაურიდან წავიღოთ კარგი ჩვენი კარგი მივამატოთ და ერთი მთლიანობაში კარგი შევქმნათ და პროფესიად ვაქციოთ ეს და პროფესიად ვაქციოთ ხო ანუ ჩვეულებრივად ახლა გათანაბრებულად ხო ანუ გათანაბრებულად სხვადასხვა პროფესია ძალიან საჭირო და აუცილებელი პროფესია არის აი მაგაზე ფიქრობ ყველა თანხდება აი ვინც
ამას თვითონ ამ პოდკასტს უყურებს ან ისე საუბრობს, ხო? აი, ძალიან აუცილებელია, იმიტომ რომ რა ვფიქრობ, რომ პური მე პური უნდა გამოაცხოს ზოგადად. ანუ ეგ არის ზოგადად ნებისმიერ სფეროში ეგ. და რატო ვერცხლებენ ბროკერები ამ სფეროში? აი, მაგალითად მე დიდხნიანი პაუზი მქონდა ამ სფეროსთან შოუს, რომ უკვე აღარ მქონდა იმის იმედი, რომ რაღაც განვითარდებოდა და შეიცვლებოდა აქ. მაგრამ მე დავუბრუნდი, მაგრამ ზოგადად შენი აზრით რატო ვერ მკლავდება ზოგიერთი ადამიანი? ხო და ერთი სიტყვით რო გითხრე ხა ჩვენი ურთიერთობა რამდენი წელიც არის ჩვენი მეგობრობა, ანუ პირველად ხარ ჯიუტი ადამიანი. ხდი ამ ჯიუტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი აქ რა, ანუ ჯიუტობას გულისხმობ კარგი გაგებით ჯიუტი. რაღაცნაირად როგორ გითხრა, აი კალმახი, ან დინების საწინააღმდეგო მიდიოდი, ხდი, იმიტომ რომ ანუ ყოველ დღე რო იღვიძებ და მიდიხარ სამსახურში თუნდაც და მოდიხარ უკან, იმიტომ რომ ხელფასი ხო არ აქვს, ხო? ან ხარ იმენა გამომშვებაზე. ეგეც რო არ იყოს, იმდენი იმედგაცრუებები და იმდენი ისეთი რაღაცები ხდება, რაც არას გეუბნება ესე შენ მეორე მეგეუბნება, რომ არ არის აღარ გინდა, არა თაზვა. მეც ხა პირადად ეგრე ვარ რა, ანუ ეხლა ამ წუთასაც ის მაქვს, ანუ ეგ ბრძოლა გაქვს სულ, აი რეალურად აი როგორ გავს, აი თითქოს ცხოვრებასავით არის, აი ყოველ დღე რო იღვიძებ და თუნდაც ნებისმიერ სამსახურში რომ მიდიოდა, იქაც გეზარება, ხო? ერთი წამია რომ გეზარება და მე რეიძახი რომ არა, ხო? და იქ შენი თავი შემოძახებას ვთქვა და ამიტომ თან ანუ პირველ რიგშიც იმიტომ ვერ ძლებენ დიდი ხანი ადამიანები, რომ ფსიქოლოგიურად რთული გასაძლებია. ფსიქოლოგიურის გარდა ფინანსურადაც ძალიან რთული გასაძლებია. ხა ჩემს სამეგობროში მაგალითად წარსული კომპანიებიდან, ვინც მეგობრობ იმ ადამიანებთან ყველასთან და ყველას მივესალმები აქედან. ყველამ აი რაღაც სხვადასხვა სპეციალობები აირჩიეს. ყველამ არა, მაგრამ აი რო დავითვალო, ალბათ იძე ჩამოსასვლელიც არ შემორჩა. ვინც აი 6 წელი გამოყო ამ სფეროს და არ დანებდა ასე ვთქვათ. ანუ არ დანებდა აქ ხა ესე ბრძოლა და წარმოვიდგინოთ ეს, ანუ აქ შენს სიამოვნებასაც იღებ ძალიან ბევრს. უბრალოდ რაღაცის გამო ჩამორჩა ზოგმა, ზოგი უცხოეთში წავიდა, ხო, ბევრი მიზეზია, მაგრამ ჯამში ანუ ვერ უძლებენ აი 2-3 თვე რო ხარ მაგალითად და დადიხარ უხელპასოდ. თულია. ეს ქონა თულია. დღეს თბილისში ცხოვრება ხო ფასებიდან გამომდინარე ასე და ისეც. და სტაბილურ შემოსავალს ეძებს. კი. და ვთქვათ, შემდეგი პოდკასტის თემაც. მოდი აქვე და ვთქვათ, მოდი ფასებზე ვისაუბროთ. რომ ეს ფასები არის როგორ სწრაფად გაიგინა რომ კი, ხელოვნურად გაზრდილი და ყველას არ აქვს ამ ქვეყანაში იმის შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონება შეიძინოს. მით უმეტეს ახალგაზრდა თაობას და იყოს ეგ თემა მოდი. ფასებზე ვისაუბროთ. კი ბატონო, ეგ თემა აუცილებლად მოითხოვს რომ პატივიცეც და ერთი სრული ეპიზოდი მივუძღვათ. იმიტომ რომ ყველაზე დიდი პრობლემა არის ჩემთვის ეს თემა. ხო, დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მაყურებელს ძალიან პრობლემური იქნება და ჩვენს ასე ვთქვათ, ჩვენს გამოცდილებებს გავაზიარებთ, რაც შეიძლება სიღრმისეულად ამ თემაზე. კი. გამიხარ დელიკა და კარგია რომ ეს ამბავი დაიწყო და უძრავიელობიდან რაღაცა ნაბიჯი გადავდგეთ და გადავაგორეთ. კი ბატონო და აქვე თქვენს აზრსაც მოვისმენთ კომენტარებში. რო დაგვიწეროთ რა კითხვები გექნებათ, ეტყობრივად გავცემთ პასუხი აუცილებლად. კი, აუცილებლად დაგვიწერეთ, არ დაგვინდოთ პირიქით. თქვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს პროფესიას აწუხებს და ჩვენ ერთმანეთთან უნდა შევეხილოთ ასე ვთქვათ. აბა დროებით. შემდეგ შეხვედრამდე.